გორის მუნიციპალიტეტში სოციალური გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. საკითხზე საკრებულოს ხდომაზე იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით ონკოლოგიური პაციენტები მერიიდან ერთჯერადად კვლევებისთვის 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მედიკამენტებისთვის 500 ლარს. დედმამით ობოლი ბავშვები მიიღებენ 2000 ლარს, ხოლო 2026 წელს დაბადებული მეხუთე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში გაიცემა ოჯახზე 5000 ლარი. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 500.000 ლარი გამოიყო. მთლიანად სოციალური მიმართულებით კი წელიწადში 5 მილიონია გათვალისწინებული. დახმარების გაცემის წესში შევიდა რამოდენიმე მუხში ცვლილება, შეეხო თანხების ზრდას, ეს არის ონკოლოგიური მიმართულებით კვლევითი ნაწილი იყო 500 ლარი და გახდა 1000 ლარი. მედიკამენტებით უზრუნველყოფაში გქონდა 300 ლარი და გახდა 500 ლარი. დედმამით ობოლი ბავშვების დახმარება იყო თითო ბავშვზე 1000 ლარი და გახდა 2000 ლარი. გვაქვს კიდევ ცვლილება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზე. ეს არის 2026 წლიდან 5 და შემდგომი ბავშვების გაჩენის შემთხვევაში მერია შესაბამისად 5 და ბავშვების რაოდენობის მიხედვით მომატებული 1000 ლარის ოდენობით გასცემს თანხას. ანუ 5 ბავშვის შემთხვევაში იქნება 5000 ლარი. 2026 წელს მეხუთე ბავშვის შეძენის შემთხვევაში ოჯახი მიიღებს 5000 ლარს, მეექვსე ბავშვის შეძენაში 6000 და ასე შემდეგ გაგრძელდება რა რაოდენობის ბავშვიც შეეძინება. გვაქვს კიდევ ახალი მუხლი დაემატა სოციალური დახმარების გაცემის წეს, ეს არის 0-დან 57000 სარედინგო ქულის მქონე ოჯახებზე, ახალ შობილის შეძენის შემთხვევაში აქ კი რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ბავშვი მიიღებს დახმარებას საჭიროების მიხედვით, რა ბავშვის აღზრდისთვის საჭირო თქვათ საკვები, დამხმარე საშუალებები, რის საჭიროებაც ექნება ახალშობილს, თქვათ აღზრდისათვის. სოციალური მიმართულებით პროგრამები გაიზარდა დაფინანსება პროგრამებისა დაახლოებით 560.000 ლარის ფარგლებში და 5-6 მუხლის შეეხო ეს ცვლილება და ფინანსურად 560.000 ლარი. დაახლოებით 5 მილიონზე მეტი.